ზარზმის მონასტერი. შთამბეჭდავია ტაძრის სახურავი, რომელიც შესრულებულია ლორფინებით, რაც გულისხმობს ქვის ფილებით გადახურვის უძველეს უნიკალურ ცოდნას და ხელობას. 2025 წლის 28 ივნისის მდგომარეობით მონასტერზე მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის გამოც ჩასმულია ხარაჩოებში. ზარზმის მონასტრის უნიკალური ფრესკებიდან ჩემთვის, როგორც იმერელისთვის, განსაკუთრებით საყურადღებოა იმერეთის მეფის ბაგრატ მესამის ფრესკა. ფრესკაზე მეფე ბაგრატი მამა სერაპიონ ხურციძეს გადაცემს წყუნების სიგელს. სიგელნი ენქერი უბოძა მამასა სერაპიონს, მივით თანდართული წარწერა. ხურციძეების გვარი, სწორედ მეფე ბაგრატის ხელდასხმით მე-16 საუკუნეში დამკვიდრდნენ ზარზმაში და ფრიად აქტიურად იმოღვაწეს. ისტორიული წყაროები კი გვამცნობენ, რომ იმერეთის მეფემ 1535 წელს გურჯახეთის ბრძოლაში ოსმალების დამარცხების შედეგად სამცხე გაათავისუფლა და თავის სამფლობელოს შემოუერთა. სამცხე მის ხელში 1555 წლამდე იყო.